საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ ვინ ვის ატყუებს, ჩატარდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები და შედგება თუ არა მოლაპარაკების პროცესი ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის. თემაზე ძლიერი საქართველოს წევრ ვანო კაპანაძესთან ერთად ვსაუბრობთ. საღამოშფრთობისა ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვანო, რომ მობრძანდით და ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. მოგესალმებით, მით ასევე კეთილი იყო ჩემი ფეხი ამ სტუდიაში და ასევე მოგილოცავთ ამდენ შობა ახატრას. დიდი მადლობა. ესე იგი, თითქმის ერთი თვეა ქართველი ხალხის ნაწილი აპროტესტებს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. რას მიაღწია ხალხმა ამ პერმანენტული და განუწყვეტელი საპროტესტო აქციებით და რა მივიღეთ ამ დროისთვის? თქვენ როგორც რიგით ერთი ქართველი ადამიანი, რას ფიქრობთ? არა მარტო როგორც რიგითი, არამედ 30 წელი არჩევნებში ვარ და აი ბოლო პერიოდი, ასე ვთქვათ, ჩემ თვალწინ გაიარა. მე მიხარია, რომ ქართული საზოგადოება სრულიად ახალი პროცესები ვითარდება. შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოების ყველა ფენა, ყველა ასაკობრივი, დიდი და პატარა ერთად დგას და მოითხოვს აი ევროპის გასვლა საზღვრებისკენ არის, არა, ევროპა ეს არის თავისუფლება, ევროპა ეს არის თავისუფალი არჩევნები, ეს არის საზოგადოება, რომელიც ნიშნავს ხელისუფლებას და ხელისუფლება ვარდებულია საზოგადოებასთან და არა სხვასთან. ეს არის სრულიად აი დემოკრატიული სამყარო და ხალხს უნდა აქეთ წასვლა, მიხვდით? ჩვენ ორგანულად ცნობიერებით მანდ ვართ ქართველები და ვიყავით ყოველთვის, მაგრამ რაც რუსული იმპერიის გავლენის ქვეშ ვართ, მის მერე ეს პროცესები იზღუდება და იზღუდება. ეხლაც უკვე აშკარა დაპირისპირება არის ავტორიტარიზმთან, იგივე რუსული იმპერიის შთამომავლებთან და აქ უკვე იკვეთება ქართულ საზოგადოებაში მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, რომლებიც ალბათ რაღაც ინტერესების გამო არიან იქ დამდგარი, სადაც არიან. შეიძლება ეს მათთვის არის რაღაც სამსახურები, რაღაც პრივილეგიები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა სრულიად საქართველო უნდა წავიდეთ წინ და წინსვლა ჩვენი ყველა ოჯახების ეკონომიკური განვითარება და ჩვენი შთამომავლების შვილების კონკურენტულ გარემოში ცხოვრება. აი ხა ჩვენ კონკურენტულ გარემოში არ ვცხოვრობთ არანაირად. არის დამოკიდებული ჩვენზე. და მე ახლა ვისარგებლებ აუცილებლად შემთხვევით და მოუწოდებ ყველას ჩვენ ერთობის ჯადს ვახორციელებთ 28-ში შაბათს 3 საათზე წითელხის და რუსთაველის ხიდის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ვინც ინფორმირებულია, ყველა მოვა, მაგრამ ვინც არ მოსულა აქციებზე, ვინც ვერ მოახერხა მოსვლა, ვეპატიჟები ყველას. არის ხალხი, ვისაც უნდა რომ მოვიდეს და რაღაც კიდე აჩერებთ, ხო? მოვიდეთ, ყველამ დავდგეთ ერთად, ჩავჭიდოთ ხელი ერთმანეთს და სიმბოლურად წავიდეთ. მერტ მაგისმინოთ. ბატონო ვანო, საზოგადოება რას ელოდება ოპოზიციური პარტიებისგან, იგივე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, შესაძლებელია თუ არა რეალურად მოხდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება და აი პარლამენტის დათხოვნა. ქაბატონო რეალურად წარმოგიდგენია თქვენ ეს? როგორ არის, იცით, აი ჩვენ სამყაროში, იმიტომ რომ აი ტოტალიტარული სამყაროს გამგრძელებლები ვართ ჩვენ. წარმოუდგენლად მიაჩნია ხელისუფლების დიდ ნაწილს, რომ არჩევნები ჩატარდეს ხელახალი. თუმცა იყო ასეთი პრეცედენტი. ისინი ფიქრობენ ასე, არჩევნები ჩატარდა ავად თუ კარგად. ეხლა 5 წელი ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, კრიზისი იქნება, კატაკლიზმები იქნება, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. 5 წლის მერე იბრძოლეთ ბატონო, მობრძანდით და მე რაც კიდათ ის გააკეთეთ. ეს მესიჯები იყო ადრეც, მაგრამ ეს არის არასახელმწიფოებრივი მესიჯები, მე მინდა გითხრათ. მე მაგალითი მინდა მოვიყვანო ისრაელში, ბოლო 4 წელიწადში 5 არჩევნები ჩატარდა. იქ არის დემოკრატიული სამყარო, იქ ხელისუფლებაში ვინც მოდის დიდი პასუხისმგებლობა და თუ კი ატყობენ რომ კრიზისია სახელმწიფოში და ისინი ვერ უძღვებიან ამ პროცესს, ისინი სიამოვნებით აცხადებენ არჩევნებს და ვისაც აირჩევს ხალხი მობრძანდება ჩვენზე კარგად გააკეთეთ საქმე. აი ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ჩვენ ამ მხრივ უნდა წავიდეთ, მიხვდით? აი აქ არის მენტალური პრობლემა და ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უკვე გამოხვიძებულია და ხედავს ამას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ახალ არჩევნებს ჩავატარებთ აუცილებლად. შემდეგ ადგილობრივ არჩევნებს, შემდეგ თუ კი ხელისუფლება, ეხლა ძალიან რთული პერიოდი მოუწევს იმ ხელისუფლებას, მოვა ხელისუფლებაში. ცვლილებები იქნება გასაკეთებელი
არა მარტო ევროინტეგრაციისათვის, არამედ საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს. ცვლილებებია საჭირო სისტემური ცვლილებები, როგორც განათლებაში, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაში და არჩევნებში, ნებისმიერ სფეროში, კულტურაში და საერთოდ ყველგან ისეთი ცვლილებები უნდა ჩატარდეს, რომ კონკურენტული გარემო შეიქმნას, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება თავისი განათლებით, თავისი ცოდნით იღვაწოს და ამ ღვაწლის შედეგი იქნება, რომ სახელმწიფო სამსახურში. კი ბატონო, გეთანხმებით. აი, აქეთ მივდივართ და ვიდრე მანდ მივალთ. თქვენ კითხვას მე ასეთ უპასუხებ, ასე ვთქვათ, უფრო კონკრეტულად, რომ თავარი არის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ლეგიტიმური პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები დგანან ერთად. ეხალანდელი არჩევნები, რომლებიც რამდენიმე, ასე ვთქვათ, თვის წინ ჩატარდა, პასუხისმგებლობის არჩევნებსა და და თუმცა ისინი ასე არ ფიქრობენ, მაგრამ მთელი სოფლის საზოგადოება და ქართული საზოგადოება ისინი თემა არის. მათი პასუხისმგებლობა იყო ეს, ხომ? ეხლაც მათი პასუხისმგებლობა არის. წამოვლენ ხალხთან დიალოგზე თუ არ წამოვლენ. ბურთი თუ ისინი არ წამოვლენ და შეიძლება არ წამოვლენ. მე კატასტროფა. არ წამოვიდნენ, ისინი ელოდებიან მაგიურ 20 იანვარს, ისინი ფიქრობენ, როგორც მე უსმენ, რომ გადანაწილება მოხდება რაღაც გადანაწილებები, გადატვირთვა კი არა გადანაწილებები, მათ უნდათ რომ ივაჭრონ ქართული საზოგადოებით, ქართული სახელმწიფოთინ ვიღაცას რაღაცა. კიდე ერთ შეკითხვას დაგისვამთ, ვის ატყუილებენ ბატონო, ანუ საკუთარ თავს ჩვენ გვატყუილებენ თუ უბრალოდ იმშვიდებენ თავს ამ ყველაფერს და ისევ დაუბრუნდეთ წინა შეკითხვას ეკონომიკასთან დაკავშირებით. რაღაც მესიჯები ხომ უნდა თქვან. იგივე უპირველეს ყოვლისა მათი ხარდაჭერების მხრივ არის ეს გათვლილი, მე ასე ვფიქრობ, საკუთარ თავს და საკუთარ ხარდაჭერებს. და ფიქრობენ, რომ ქართული საზოგადოება და ქართული ხალხი დაიღლება, ახალწლებს გადაერთვებიან ხაჭაპურებში და საცივებში, ასე არ არის რა, ნამდვილად არ არის. ჩვენ ახალწლს ვაპირებთ, რომ შევხვდეთ იქ სადაც გავართ ყველანი რუსთაველზე. ასე იქნება. კი ბატონო, დაუბრუნდეთ იმ კითხვას. თუ ეს მოლაპარაკება არ შედგა ეკონომიკის თაობაზე, კითხეთ, ასე მუდმივად მე გითხარით და ყველა ხდება და გახსენებთ, რომ ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ეკონომიკა ჩამოგვეშლება თავზე და ყველაზე მეტად გაუჭირდება დაბალფენას. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ როგორ არის, იცით? საზოგადოების, აი, კერძო მეწარმეება, ბიზნესმენებმა 1500 მეწარმე შეიძლება, მეტიც, ხო? ეს ასე ვთქვათ, 1900-ია ოფიციალურად თუ არ ვცდები. 1900 არის. ისინი ითხოვენ, რომ კრიზისი არის, აი, თვალთა შუა არის, აი, ჩანს კრიზისი და ეს დაეტყობა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ქართულ ლარსაც დაეტყობა, ეკონომიკურ კრიზისს და ყველა ოჯახს დაეტყობა. მაგრამ ეს პასუხისმგებლობაც ვის ბეჭებზე არის? ეს პასუხისმგებლობაც ხელისუფლების ბეჭებზეა, ხო სწორია? მე ასე ვიმაჩნია. იმიტომ რომ ისინი არიან ხელისუფლება და მათ არ უნდა დაუშვან კრიზისი. მათ არ უნდა შეიყვანონ სახელმწიფო ისეთ მდგომარეობაში, რომ ყველა სტრუქტურები ჩამოიშალოს და სახელმწიფო საფრთხის წინაშე დადგეს. აი, ეს საფრთხე არის მათი პასუხისმგებლობის ქვეშ. როგორ ფიქრობთ, ეშინია თუ არა ამ ყოველფრის ქართულ ოცნებას? კი, მე მგონი რომ ეშინიათ. იმიტომ რომ აი რა ხდება, იცით მე დავინახე გუშინ რობოკოპების გამოყვანა. იქ საუბარი იყო, რომ ჩვენ ვიწყებთ შეტევასო. რა შეტევაზე იყო? საუბარი იყო შეტევა ალბათ უფრო პოზიციების მხრივ. იმათმა შეტევა ალბათ აღიქვეს, რომ ხალხი დაიზურებოდა რაღაცას დაიპყრობდა, დააყენეს რობოკოპები, მოიყვანეს თავისი მთელი ეს ძალები, მობილიზება გააკეთეს და კიდე რა ძალების მობილიზება ქონდათ გაკეთებული, არავინ არ ვიცით. მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაინახეს, რომ ასე არ არის, უპრეცედენტო არის მსოფლიო ისტორიაში რაც ხდება საქართველოში. მშვიდობიანი მოთხოვნებით, თუმცა ძალიან გვიჭირს ყველას. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ როგორ არის, იცით, ახლა ქუთაისში ჯვარი წერია და აქ არ გვიტყამენ და ასეთი პრესიული არ არის ჩართული. მაგრამ თბილისში რაც ხდებოდა, ხო, ეს იყო მთელი საქართველოს დასანახად. ყველას დაანახეს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ ეს დავინახეთ ბელორუსიაში, ჩვენ ეს დავინახეთ რუსეთში და არ გვინდა რომ ის ბედი გვეწიოს რა, არ გვინდა რომ ისე ვიცხოვროთ.
აი მე თქვენ რუსთაველი ახსენეთ და უბრალოდ მოვიყვან რამდენიმე ციტატას, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად გვხვდებათ ალბათ თქვენს, რომ რას დაამსგავსეს, გადაწვეს, მოსპეს რუსთაველი. უბრალოდ ყველა იმ ადამიანს, ვინც დგას ხოლმე რუსთაველზე, ხშირად უსმევთ ამ შეკითხვას, usვამთ ამ შეკითხვას, რა გადაიწვა და რა დაზიანდა რუსთაველს. თქვენ თუ გინახავთ რაიმე გადამწვარი და დაზიანებული. მე მეცაც გეტყვით, მე მაგალითად როცა მაქვს ნანახი გამოსვლები, საპროტესტო გამოსვლები იგივე პარიზში, იგივე თქვათ ევროპის ქვეყნებში, იქ პირდაპირ ხდება, რომ აი ქვებს ყრიან მომიტინგეები და უშვევენ სხვა მიმართულებით და არის რაღაც საშინელება. ინტრევა მაღაზიები, ნამდვილად უკიდებენ ცეცხლს ყველაფერს. აქ პრინციპში მსგავსი რამ არ მომხდარა რა და თუ რაღაც ის რაც იყო პიროტექნიკით გამოწვეული, ის მე მგონი უფრო თავდაცვითი ზომები იყო და ის იყო იმ ახალგაზრდების ინტელექტის შედეგი, რისი უფლებაც მათ ჰქონდათ, ის უფლება გამოიყენეს. აქ გადამეტება ძალისა მომიტინგეების მხრიდან არანაირად არ იყო. თუმცა გადამეტება ძალისა იყო აშკარად ხელისუფლების მხრიდან. ისეთი გადამეტება, რომელიც აი როგორ გითხრათ, ეხლა 9 აპრილს როგორც ნიშბებით პირდაპირ შეიძლება შევადაოთ რა. კი ბატონო, ალბათ რამდენიმე ადამიანი იქ ვინც ცემეს სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ისეთი. ჩვენ ეთერში რაც ვნახეთ ჟურნალისტი როგორ აქციეს და როგორ აი მე ახალგაზრდა რომელსაც თავპირში უწყავდნენ და იღებდნენ ამ კადრებს. და თავარი რა არის, იცით? აი ეს ხალხი ვინც ეს გააკეთა და ვინც ამას აკეთებს, ვინც კიდევ უბრძანებს, რომ ასე მოექცეს ქართველ ადამიანებს ავიცი ახლა იმათ რა გონება უნდა გქონდეთ და რა პასუხი. კარგით, მოდით მივიდეთ იმ ადამიანამდე, ვიზეც მთელმა ქვეყანამ ერმა მსოფლიომ ვიცით, რომ დგას ამ მოვლენების სათავეში ბატონ ივანიშვილზე მაქვს საუბარი. თუ მოლაპარაკებები არ გაიმართა, რასაც ალბათ ელოდება დანარჩენი მსოფლიო მხედველობაში ევროპა, ამერიკა მაქვს და მოხდა ბატონი ივანიშვილის დასანქცირება, რასაც საბოლოო ფანჯარად იყენებს ალბათ ევროპაც და ამერიკაც მდგომარეობის დასარეგულირებლად. აი, რას მოგვიტანს ივანიშვილის დასანქცირება? როგორ შეცვლის ეს ყველაფერი? ბატონ თამარი, ხა ჩვენ ისეთი იმაში მივდივართ ლაბირინთებში, რომ მსგავს შემთხვევაში ჩვენ არ ყოფილვართ რა შეცვლის, რომელიც დგას და აპროტესტებს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ახლა მე ძალიან აი აღშფოთებული ვარ იმ ძალოვნებზე, რომლებმაც თავიანთ უფლებამოსილებებს გადააჭარბეს, თუმცა მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ვიღაცის დატყვევება და ვიღაცის დაპატიმრება და ვიღაცაზე შურისძიებით ვიყოთ მოტივირებული და ჩვენი საზოგადოება. არც არავინ არ არის მეგობარი. არც არავის ინტერესი არის რომ ვიღაცას გაუსწორდნენ ფიზიკურად ან ვიღაცას რაღაც წაართვა ქონება ან რამე, ხო? ჩვენი მიზანი არის ახალი სახელმწიფო შექმნა, დემოკრატიული თავისუფალი. ამაში ჩვენ გვერდით გვიდგას მთელი მსოფლიო და ევროპა. ამერიკის შეერთებული შტატები ორპარტიული რეჟიმში გვერდით უდგას საქართველოს. ევროპა გვერდით უდგას საქართველოს. ისინი ცდილობენ რომ ეს მოხდეს მშვიდობიანი გზით, როგორც ჩვენ ვაპირებთ, ხო? და თუ ეს ასე არ გახორციელდება და მეც მაქვს ეჭვი, რომ საფრანგეთის მოქალაქე არის ბატონი ივანიშვილი და მას ალბათ მისი ინტერესი უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა, რომ ის ქონება რაც აქვს საფრანგეთში ალბათ აკუმულირებული საკმაოდ დიდი ექნება და ის დაიცვას და წავიდეს იქ და იცხოვროს დემოკრატიულად, მშვიდად და თავისუფლად, ხო? ეს ალბათ ეს ვარიანტი იქიდან ჟღერს, მაგრამ თუ ამას არ იზამს, მაშინ მას დარჩენილი აქვს რუსეთში, ალბათ მეორე ვარიანტი, რუსეთის გზა და ამას რა მოყვება, უკვე დიდად დამოკიდებული არის, რა თქმა უნდა, მსოფლიო კატაკლიზმებზე. როგორც არ ვთქვათ, იგივე უკრაინაში რა მოხდება, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში. აგრეთვე რა მოხდება, ვთქვათ, იგივე ჩვენ ახლო სამეზობლოში, როგორც არის თურქეთი, აზერბაიჯანი და აი ეს გამოიკვეთება, დიდი კონტურებია, დიდი ლაბირინთებია. ჩვენ ახლა ქუთაისში ვზივართ აქ და ისეთ რაღაცეებზე შეიძლება ვსაუბროთ, რომ სასაცილოდ მოეჩვენოს ჩვენ მაყურებლებს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხალხი, ქართული საზოგადოება მართალ მხარეს ვდგევართ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ქართული დემოკრატიული სახელმწიფო უბრალოდ ჩვენ გვეჩქარება, მეც მეჩქარება. მე მინდა რომ დროულად ჩატარდეს არჩევნები რიგარეში, ხელახალი არჩევნები, რასაც ქვია. თუ ხელახალი არ ჩატარდება, შეიძლება ისე მოხდეს, რომ დააგვიანდეს და ადგილობრივ არჩევნებს დაემთხვას. შეიძლება მოგვიანებით გაგრძელდეს ეს. დამოკიდებულია ჩვენს ყველას, ასე ვთქვათ, ბრძოლაზე.
ეს ბრძოლა იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ აქ არ დაიღლება ქართველი ხალხი? როგორ არის იცით, ქართველი ხალხი ეხა როგორ სიტუაციაშიც არის, მისი დაღლა და მისი მოთმინება არ უნდა გამოცადოს არაფინ. არ არის ეს სწორი. იმიტომ რომ ეს ადამიანები იდეისთვისგან. რა თქმა უნდა, მომავლისთვისგან. თუმცა ბატონო, ძალიან ხშირად გაიგებთ დიდ თქვენს და გაგებული გაქვთ, რა თქმა უნდა, ცოტა არასწორად დავსვი შეკითხვა და ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც თავისი ნებით მიდის ამ აქციებში მონაწილეობის მისაღებად, ალბათ ძალიან აბრაზებს ის ფრაზები, რომელსაც ვისმენთ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიერ, რომ ამ ადამიანებზე თურმე მოსაყვანად იხარჯება n რაოდენობით თანხა, რომ ეს ყველაფერი არის დაორგანიზებული, რომ ამას ყველაფერს აორგანიზებს პარტიები, ოპოზიციური და ალბათ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ საკუთარ ჭირვებენ, დგანან სიცივეში, უძლებენ ძალადობას სამართალდამცავების მხრიდან, ძალიან წინთ ალბათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანი ვინც იქ საკუთარი ნებით და არანაირი პარტიის, ასე ვთქვათ, წაქეზებით არ გადის და იცავს იდეას იმის შესახებ, რომ საქართველო აუცილებლად შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის პროცესს. არა მარტო ეს ქალბატონო თამა, მე მინდა გითხრათ, რომ იქ ხშირად გამოივლის, შეიძლება პროვოკატორი ქვია ამ ადამიანს, შეიძლება სპეციალურად ან არასპეციალურად აკეთებს და ისეთ რეპლიკებს იტყვის ხოლმე, ასე ვთქვათ, იქ დგომ ადამიანებზე, რომ ცდილობს რაღაცნაირად გამოიწვიოს საზოგადოება. მაგრამ ეს ხალხი ძალიან მყარად დგას. კიდევ ისეთი არა მარტო რეპლიკები, არამედ რაღაცნაირად რაღაც რომ მოგაკრავენ იარლიხს რაღაცისას ისეთი უაზრო იარლიკები, მაგრამ ეს არა მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ რეალურად ერთმანეთი გავიცანით ახლა იქ ყველა სხვა სფეროს, სხვა ასაკისანი ვართ და ვდგევართ. კიდევ ერთხელ მოუწოდებ, ვინც ჩვენთან არ დამდგარა და აქ სურვილი 28-ში 3 საათზე შევიკრიბებით რუსთაველის ბატონო, ეს საქართველოს მასშტაბით თბილისში, ქუთაისში ქალაქში იმართება. იმართება ხიდებთან, ეს სიმბოლური არის, ხიდი არის ადამიანებთან, ასე ვთქვათ, კავშირის და ჯაჭვიც სიმბოლური არის, რომ ერთად დავდგებით და თორცდები 28 არის შაბათი. შაბათი არის, შაბათ 3 საათზე თუ მე თვალი მოვკარი 2-3 ნახევარზე ვიკრიბებით ჩვენ სხვა ადგილებზე, მაგრამ 3 საათზე შევკრავთ ამ ჯაჭვს და სიმბოლურად საქართველოს დროშებით, ევროკავშირის დროშებით იქ პარტიებს მნიშვნელობა არ აქვს, ყველანი ქართველები ვდგევართ და ყველას გვინდა რომ უკეთეს საქართველოში ვიცხოვროთ და ამისთვის ვიბრძვით. ეს არის ბრძოლა რა, ამდილი ბრძოლა. ადრე ახლა ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ხმლებით და იარაღით და რომ მოდიოდენ ბრძოლაში დაბრუნდებოდნენ თუ არა არავინ იცოდა და ახლა რეალურად მშვიდობიანი აქციები გვაქვს წყალობით 21 საუკუნეა და იმედია რეპრესიები არ არის ეს მშვიდობიანი აქციები, იმიტომ რომ თურმე აქციის მონაწილეები ძალადობენ სამართალდამცავებზე, რასაც ძალიან ხშირად მონაწილეები სამართალდამცავებზე ვერ იძალადებენ, იმიტომ რომ არ აქვთ ამისი ძალა და რესურსი, მოდი ასე ვთქვათ. გამორიცხულია. ხელისუფლებას ვერ მოვერევით, ვიცით ძალით, იმიტომ რომ ხელისუფლება უფრო ძლიერია. ამიტომ ხელისუფლებას უპირისპირდებით მშვიდობიანი გზებით და ეს არის უმნიშვნელოვანესი. და როგორ გითხრათ, ახლა აი რაც ხდება, რაც უახლოეს 20 წელიწადში, 30 წელიწადში მომხდარა სოფლიოში, ასეთი განმანთავისუფლებელი მოძრაობა, ეს მართლაც ეროვნული განმანთავისუფლებელი მოძრაობა არის და თან არ არის ეს ვიღაცის ქართული საზოგადოების მიერ თვით ინიციატივაზე და აი ერთმანეთის გამხნევებაზე და აქ მე მოერიოს ამ პროცესს. თვითონ პროცესია უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვაშენებთ, იწყება ახლა ისტორიული პროცესია, გავა 10 წელი, 20 წელი და ჩვენ გავიხსენებთ, რომ ეს არის ისტორია იწყება ურთულესი. კი ბატონო, ვიდრე დაგემშვიდობებით, ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ. თქვენ ძალიან ხშირად ხართ იმ აქციებზე, როგორც აღნიშნეთ, იქ დაუახლოვდით ადამიანებს. შეძლებს დაგვარად. მეორე სამსახურია ჩვენთვის ასე რომ ვთქვათ. ხდება ახალი საზოგადოების დაბადება, ახალი აზროვნების ჩამოყალიბება. ეს ადამიანები რამდენად, ანუ ჩვენ ქართველები რამდენად ვართ მზად ევროინტეგრაციის პროცესს დაუახლოვდეთ ისევ და შემდგომში შეიძლება მალე ღმერთმა ინებოს და გავხდეთ ევროპის ნაწილი. რამდენად ვართ ჩვენ მზად ამ ყველაფრისთვის? როგორ არის, იცით, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხას, რომ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებასთან, იგივე ქართულ ოცნებასთან
მიკროლი არიან რაღაც ინტერესებით, ხო? მე მესმის მათი. მაგრამ მათ ოჯახებშიც არის ადამიანები, რომლებიც სიმპათიით გამიშვალული არიან. კი ბატონო, ძალიან ბევრი დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ეს არის მართალი გზა, სწორი გზა არის. არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ მოსახლეობის 84%-მა მხარი დაუჭირა ევროინტეგრაციას და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. ის ადამიანები არსად არ წასულან. ჩვენ მენტალურად ვართ ევროპელები. მენტალურად ვართ ევროპელები. უბრალოდ 200 წლიანი ასე ვთქვათ, რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ ხდებოდა აქტიურად სულ წლების განმავლობაში ყოველთვის ხდებოდა დისკრიმინაცია ეროვნული იდეების, ხდებოდა ასე მაქსიმალურად განადგურება, ლიკვიდაცია, საგიჟეში დამწყვრება, ეს მეთოდები ხო ვიცით და ყველა ხო გავიარეთ. მაგრამ მაშინ იყო რაღაც ლიდერები, მიხვდით? და ეხლა უკვე საზოგადოება არის, სრულიად საზოგადოება. სახალხო პროცესი არის და ეს არის ყველაზე ძლიერი. თუმცა ეს პროცესი უნდა გადავიდეს, რა თქმა უნდა, ციფრებში, რასაც არჩევნები ქვია და საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევნები და ძალიან კარგია, რომ აქ არის ერთი ალტერნატივა, არავით არის რამდენიმე ალტერნატივა. ეხლა ამ ეტაპზე ჩანს 4, მაგრამ შეიძლება იყოს 5, 6 და ასე შემდეგ. კი ბატონო, ნამდვილად გჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი. როგორც საარჩევნო სპეციალისტი და არჩევნებში დიდი გამოცდილების მქონე, ის ბარიერი, რასაც 5%-იანი ბარიერი ქვია, არასწორი არის და ეს 5%-იანი და მაღალი ბარიერი არის ისეთ ქვეყნებში, როგორც არის რუსეთი, აქეთ აღმოსავლეთის ქვეყნები, სადაც დიქტატურა არის, იმიტომ რომ ის ადამიანები ახლა წარმოიდგინეთ 100,000 და 50,000 მხარდაჭერი როყავს რაღაც გუნდს, ხო, რატომ უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი ან ორი ადამიანით, თქვათ, პარლამენტში, ხო? იქ უნდა იყოს ყველა ფენის წარმომადგენელი. ეს არის დემოკრატია. ჩვენ აქეთ უნდა წავიდეთ. ეს პროცესები, როგორც თამაშის წესები, როგორც ეხალდელმა ხელისუფლებამ შემოგთავაზა, ეს უნდა შეიცვალოს. CSKO უნდა შეიცვალოს. CSKO რომ შეიცვლება, ის განკარგულებები, აი, როგორ გიხართ, გალბატონო თამარ და საარჩევნო კოდექსი, რომელიც დაწერილი იყოს, ამათმა ახალდელმა CSKO-მ თავისი განკარგულებებით სრულიად შეცვალა. ანუ სხვანაირი არჩევნები ჩაატარა, როგორიც თვითონ უნდათ. ეს იყო ნამდვილი სპეცოპერაცია. ეს უნდა შეიცვალოს, დემოკრატიული სწორი განკარგულებები უნდა გამოიცეს. რა თქმა უნდა, საარჩევნო კოდექსთან უნდა დაუახლოვდეთ. ეს პროცესი უნდა მოხდეს საზოგადოების ჩართულობით და შევძლებთ ჩვენ თავისუფლად ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები. და ადამიანებს ეკნებათ, ასე ვთქვათ, არჩევნებზე, როცა სწავლიან, ეკნებათ ეს განწყობა ხალისიანი და არ ეკნებათ შიშით. რატომ უნდა მოხდეს? აი, ამ არჩევნებზე მაგალითად ახალგაზრდები ძალით გალახული შეადგენენ უბანზე, შეყვა ვიღაც ბიჭები, დაადგენ თავზე, გააკეთებიან არჩევნები და გამოვიდნენ. თუმცა ამას ქართული ოცნება უარყოფს და ალბათ ხა ის ადამიანები, რომლებიც ხარს უჭერენ ქართულ ოცნებას და გვისმენენ, ალბათ გვედავებიან თავიანთ ტელევიზორების წინ, რომ არჩევნები ჩატარდა. მე შემიძლია გითხრათ. კი ბატონო, მე თქვენ გეთანხმებით, რომ ეს ფაქტია და ეს ფაქტები დაიდო, მაგრამ რეაგირება არ ქონია. ხო, რეაგირება როგორ იყო, იცით? აი იმ კომისიის წევრს საყვედური. კი ბატონო, ეუთოოდირის დასკვნას დაიდო, მაგრამ ქართული ოცნების დღევანდელი მაღალჩინოსნები გვიმტკიცებენ იმას, რომ არანაირი პრობლემა თურმე ეუთოოდირსაც არ დაუნახავს. მაგრამ ფაქტია, რომ რეაგირებას ახდენს ქართული საზოგადოება. ეს არის უმნიშვნელოვანესი. და თავარია რას ამბობს ხალხი. ეს უნდა იყოს თავარი ყველასთვის. საზოგადოებისთვის, ხელისუფლებისთვის და ხელისუფლებაში ვინც არის და ვინც მოვა მომავალში უნდა იცოდეს, რომ იქ ის არ იქნება მუდმივად. ის უნდა იყოს ხალხის სამსახურში და შემდეგ დაუთმოს თავისი სამსახური სხვას, რომელიც უფრო აყოფიერად და სრულად შეასრულებს სამსახურს. ამ გზით უნდა წავიდეთ. როგორ დემოკრატიული პროცესი დახატეთ. ასე უნდა ამისკენ მივდივართ რა და ეს არის რაღაც ზანმაგარია. მინდა და გავვალთ. ძალიან დიდი მადლობა. ამ ხიდებს გავივლით დარწმუნებული. მადლობა რომ მობძანდით და ჩვენ გადაცემის სტუმარი იყავით. ტელემოყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენ გადაცემის სტუმარი გახდათ ძლიერი საქართველოს წევრი ვანო კაპანაძე. მადლობა რომ გიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.